ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩენში მეზობლებმა საცხოვრებელ სახლში 37 წლის ქალი და 3 არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. გუშინ გვიან ღამით ცხედრები ნინოწმინდის პროზექტურაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ადგილობრივები გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებდნენ, თუმცა ვერ ხსნიდნენ თუ რამ განაპირობა საცხოვრებელ სახლში ხანძარი. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცველებმა ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს, რომელიც დღესვე შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. ადგილობრივების განცხადებით კი წინასწარი ინფორმაციით დაკავებული მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სპეცრაზმი, რათა მოსახლეობასა და დაკავებულის ოჯახს შორის დაპირისპირება არ მოხდეს. მოსახლეობა დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. საშინელი მკვლელობა მოხდა. 3 ადამიანი თავში მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი. ერთი ბავშვი კი გაგუდულია, როგორც ვიცით. უკვე დააკავეს დამნაშავე, რომელიც ადგილობრივია. კარგი ოჯახი იყო, რა მოხდა ან რატომ უნდა დაეხოცათ ისინი არ ვიცი. ჩვენც ის ინფორმაცია გვაქვს, რაც ოფიციალურად ვრცელდება. ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ადგილობრივია, თუმცა დეტალები არ ვიცით. ასევე არ ვიცით მოტივი თუ რატომ მოხდა ასეთი საზარელი მკვლელობა. აქ დეტალებზე არ საუბრობენ. ველოდებით რას გვეტყვიან? ეს საშინელი შემთხვევა, რომელიც არც ერთ ქალაქში არ უნდა ხდებოდეს.